არაჩვეულებრივი ოჯახი გვყავს, სტუმრად, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, ჩემი ძმა, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი, თავისი მარგალიტებით მოვიდა ჩვენთან, მერაბ ვარდოსანიძე, ულამაზეს თავისი მეუღლე ნინო, თამარი და საბუკა და რაც ყველაზე მთავარია, ამი ყველაზე მაგარი კაცი, მოდით ჩვენთან. მოგძანეთ, მომღერლები, საოცარ და ძალიან დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი არის დღეს დავაჟღეროთ ეს სიმღერა, იმიტომ რომ ყველა უცილებელია ყველამ ჩვენი ვალი მოვიხარ. რა თქმა უნდა, კი ბატონო. სხვათა შორის მინდა ჩემო მერაბ გითხრა ერთ-ერთი აუხდენელ ოცნებას აი ესე ხაზი გაუსვი და რა არის ეს ოცნება მე მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ შვილებთან ბიჭებთან ერთად რომ მემღერა და აგერ საბუკამ ისეთი პირველი ხმა მისცა რომ მეტი რო არ შეიძლება ზევიდანაც ჩვენი პროდიუსერებიც ამბობენ რა მაგარი ხმას აძლევს ეს ბიჭო და ეს ჩვენ ხელსარიელები კი არა ვართ თქვენთან კაცო ახლა ბიჭებთან ბოდიში შენიჭირი მე მაგრამ ჩვენს ქალბატონებს ქალბატონ ნინოს და ჩვენს ძმისშვილს ეს ტიპეთო ვარდი წინა ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები ანა მარია და ევასაც კი ბატონო ერთადერთია იმდენი ლაპარაკა ჩვენ მოვაქროს გოგომ რომ კადრში ვერ მომასწარეთ. კადრში ვერ მომასწარეთ. არ ვიცი, ეხლა მე დავიწყებ რა, იმიტომ ჩემი ძმაკაცია მეთქი ჯერ ერთხო რა. ჯერ ესეთი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და აი პირდაპირ გეკითხებით, რა არის ის საიდუმლო, რომ აი ესეთი გემრიელი ოჯახი ხართ, ყველა მღერით. ნუ მე ვისაუბრებთ აი ამ ადამიანზე, რომელიც საოცრებაზე სად და ვერ ვეყარები რომ არ იტიროს. აი რა არის საიდუმლო? აი ბედნიერი ოჯახის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და მე მიხარია დღეს თქვენთან ყოფნა და განსაკუთრებით იმიტომ რომ ლაშას და ნატუკაც მეუთვლი რო არიან ჩემი უახლოესი ადამიანები და მადლობა ჩემი ოჯახის ესე ერთად შეკრებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე ვფიქრობ ამის მიზეზი არის ალბათ გენეტიკა და რაღაცა უფლის ხელი ურევია მაშინ და ის თქვათ ის გენეტიკა და ის გენი რომელიც ჩემ ოჯახში სულ მოდიოდა ოდითგანვე ბებია ბაბუით და კიდე წინაპრებით დაწყებული რა და მოვიდა დღემდე და ძალიან ვიხარია და ბედნიერი ვარ ამაზე ბედნიერება მართლა ლაშას დავესესხები არაფერი არ არის რა რომ შვილებთან სიმღერა ისეთი სხვა რაღაცა მომცამე სხვა შეგრძნება სხვა ემოცია რომ მე მიმღერია უამრავ თქვათ დუეტში მომღერალთან საკმაოდ ცნობილებთან კარგებთან მოკითხვა ყველას მათ ანსამბლებთან კვარტეტებთან მაგრამ შვილებთან სიმღერა არის აბსოლუტურად სხვა ემოცია და მადლობა ღმერთს ამისათვის. გეთახმები, მაგრამ დაგესესხები. მე მეუღლეს მინდა ვკითხო, სახელი და გვარი თამარ ჭავჭავაძე. შეგიძლიათ. ჭავჭავაძის ქალი სახში იყავს და ხო, იცი რა არის, კითხვა სიმღერა არის გადასარევი, მაგრამ სიძლიერე, აი ეს ძალა რა არის და ის საიდუმლო რომ აი ესეთ შეხმატკილებულებთ რომ ბარდოსანიძების ოჯახი არის ცნობილი იმით რომ 7 წყნარი და ძალიან თბილი ოჯახია. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამეთანხმები. რა თქმა უნდა მაშინ თამარმა ხო და თამარს ვეკითხები ამიტომ. აბა ჩვენ ვგზავნო. მეც იგივეს ვიტყვი რომ გენეტიკა ალბათ და სხვა რა ვიცი აბა გენეტიკა ალბათ სხვა და ალბათ ოჯახში რასაც ხედავდით როგორ ვექცეოდნენ მეუღლეები ერთმანეთს ხო? ბავშვებს აქ ძალიან დიდი ასაკობრივი შვალები შემორძალო ხო და მე ესე ვიტყოდი აი როდესაც ესე უფროსი თაობა მღერის უმცროსი თაობა ხო არის შეგრება ანუ უმცროსი თაობა რომ მღერის უფროსი თაობა ცოტა კრიტიკული თვალით უფრო მეტად ხო არ უყურებს არანაირად არა ერთად არიან მაგასაც ჩვენ ახლა მოლოდინი გვაქვს აი პირდაპირ რო გითხავთ რომ გაბრიელმა უნდა აჯობოს ყველა სიმღერით ასე გვინდა ჩვენ და მაგის თქმა მინდოდა მაგრამ რას იზავს რა გაბრიელი რა და იმედი გვაქვს აი ამასაკში უკვე ნინო მღეროდა მაგალითად ლაპარაკობდა მღეროდა კი ნუ ბიჭები ცოტა გვიანი წყებენა საუბარს საბამაც გვიან დაიწყო სიმღერა სხვათა შორის ხო ეს უკვე სხვანაირად აქტიურია ბავშვი იყო საბამ თემა შეგეძლო ძალიან აქტიურია გაბრი დაგესვა და ყოფილიყო აგი გაგვიცინა კიდეც არ შემეძლო არ კითხო შენ ოჯახი ყავს და უცად იგებ რომ ძმა გიჩნდება. აი რა შეგრძნება იყო ეს და მოულოდნელი რაც ცეკვა დაიწყო. აი მართლა ოღონდ პირდაპირ გაგებით ისე გაუხარდა ნინოს. სასწაული გრძნობა იყო მართლა. ანუ მარტო მე და საბა მოვდივართ ამდენი წლებია და უცებ ესეთ რაღაცას ვიგებთ და ამდენი წელია სხვაობა. სულ სხვანაირად შეცვალა ყველაფერი რა თქმა 24 წელია. რა მაგარია. აი ძალიან შენი რეაქცია მითხარი. განსხვავებული შნობა იყო ძალიან განსხვავებული, მაგრამ ძალიან მაგარი შნობა რა ვიცი და მადლიერი ვარ უფლის რომ პატარა მაჩვენე. სულ მინდოდა ყოველთვის სხვა და იძახდა ხოსაბასურო მე ძმა და მოგშა ღმერთმა რა. სახელი ვინ შეურჩია? გაბრიელი. სახელი მე შეურჩიე და დედამაც ერთდროულად აი არ გვიფიქრია მაგაზე. მისმართლეთ ბევრი. ესე ხო რაღაცა მაგრამ მე ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი ეს ყველა მეცის რა.
ვერაფერს არც მოსულა თავში სხვა რაღაცა აზრი და რაღაც განხილვა არ ყოფილა. პირდაპირ ბიჭი თუ იქნებოდა თქვით გაბრიელი და არის გაბრიელი. ეხლა მითხარი, როგორც ძმას ისე აღიქვამ, როგორც შვილს, აი რა შეგრძნება არის, ძალიან დიდი სხვაობა არის და ამიტომ ვიძახი. შობილური ხო? ხო, სრულმელობითი მომენტები მაქვს რა, აი უფრო ხო, აი ძმას ვერ წარმოვიდგენ მართლა, ხო, აი უფრო პატარა შვილი. ხანდახან მეც მგონია რომ ნინოს შვილია. აი უფრო გამიღვიძა გაბრიელი. მთელი ცხოვრება მინდოდა და უფროსი ძმა მყოლოდა. მთელი ცხოვრება მინდოდა რომ უფროსი ძმა მყოლოდა და სულ ანუ გეშინია და რაღაც სამუკაზე ძალიან კარგად მესაბა თუ გააკე ხა ის ცოტა წამოიჩიტება ჩვენი ძმა რომ წამოვა და პირველ მეორე კლასში მე დამყავდა მე ჩემი და სკოლაში და თუ გიფიქრია ამას ხო მაგარი შეგრძნება ძალიან თუ ვფიქრობ რომ მე რომ მივიყო სკოლაში და ეს ფიქრები მაქვს. წინასწარ ჩემს უკვე ამ სკოლაში ვატაროთ, ამ ვატაროთ. პირი ჯართულია და ძმაკაცებში აბა რა მე მყავდა უფროსი ძმა ჩემზე 16 წლის და ძალიან მანებივრებდა. საშინლად მანებივრებდა. ამ შემთხვევაში როგორ არის, აი როდესაც დავუშვათ გაბრიელი ან რაღაცაზე ჭიჭყინებს. აი ნახე, თქვა და წავიდა. თქვენ რა აი რას აკეთებთ ამ დროს? ჩვენც ვანებივრებთ. ძალიან არის ხო უკანებივრებული. თქვი მამა. კი. შობლებიც უფრო სხვანაირად არიან გაბრიელის მიმართ ვატყობ რა. ხო, თვითონ უფრო ჩვენზე მეტად ესენი არიან რაღაცა ჩართული. ასე უნდათ ამას. 17 წლის ვიყავი ნინოზე და საბაზე 23 წლის ძალიან პატარები და ვერ საყუქავდით შვილებს ნორმალურად. მოკლედ ამ კაცმა ჩვენ საერთოდ დაგვანახათ თავიდან ცხოვრება ჩვენი რა და თავდაპირად დააყენა. მადლობა ამ მაშკაცს. შვიდად დაღვინებულად და ის. აი შვიდად დაღვინებულად ხო არ იყო ის რომ აი ამ ხელაშუალედის მერე ცოტა უფრო აი როგორ ვთქვა პანიკა მშობლები რო არიან ხო იცით და პანიკები არა მე არა თამარი არ არის პანიკა არასოდეს არც ყოფილა მაგრამ მე პანიკა ვიყავი ყოველთვის და ახლა თქვი შენ რას აკეთებ ამ შემთხვევაში ბავშვი ტირის აი მე პირში არ ვაიმე სახელდარომეთის მაბარებს რომ ბავშვს არაფერი მოიწევს აი ხო იქ შეიძლება გარდანაც დაურეკო ხო კარგად არის რომ ხო ძინავს იქ ხო არ გადმოვარდება და რაღაც ესენი ისინი მაქვს ხო ცოტა ზედმეტი მაქვს მაგრამ რა ვიცი ესეთი არა მეც მასე ვარ დამიჯერეთ ჩემო მე იმიტომ რომ იყო სიტუაცია როდესაც ლაშა გიორგის ჩემს უფროს ვარ სვატანდი მართასაც და ერეკლისაც ეუნებოდია ამათ რამე რომ დაიმართო შენი პასუხისმგებლობა კი მეუნებოდა დღესაც აი თქვა გასტროლზე ვარ მე და ბელა მივდივარ და რო შობელი არის შენ რო არა ხარ სახში ვისაბარებ მე უფრო თამარს ახლა აი არა თქვა სიტყვაზე ჩვენი ნინოთ შენთან ერთად არის წამოსული აი ერთად თუ და ერთად წავდი მაშინ ალბათ მე იცი როგორ ვიზავდი აი გავანაწილებდი პასუხისმგებლობა და დაძმას გავუყოფთი ორივეს ამ ყურადღებას ანუ მთელი პასუხისმგებლობა ნინო უფრო ის არის რა ქვია უფროსია თუ ნინო უფროსია ეს ნინოზე არის ესე იგი ყველაფერი მაგრამ მაინც ბებოს თამტოვებთ ხოლმე დაიწყო დაიწყო ნახე დაიღალა არის პირო ეხა აქ სიცხულია აი ნახე მე რა მაგ ჩქარა ვაიმე სიმღერაზე რა რეაქცია ხოშური სიმღერით ეს ბავშვი სიმღერით იღვიძებს და სიმღერით ჭამს იმიტომ რომ ქართულ სიმღერებს რაღაცებს ამ დროს ჩაურთავს და ამ დროს ატყუებს და საჭმელს მიირთმევს გემრიელად ამ შემთხვევაში. ანუ სიმღერა მაგრად მოქმედებს ვატყობ რა. თან ქართული სიმღერა. წარმოგიდგენ ესე იგი თქვენ სახში სულ სიმღერა. სულ სიმღერა. ჩვენთან და ერთმანეთს ჩიოც ესაუბროთ მოდი ახლა კი მე რო ვაცინებ ეგრე ვლაპარაკო. მე რა შემოდიო თაში რაღაცა საუზმის დროს მე რა მირო არ გამოდის და შენგელი დაში და აი თქვა თუ ყოფილა ესე შემთხვევა ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე ეს მარიკასთვის ჩემი დისთვის რაღაც არ შეიძლებოდა რო ეჭამა აი იყო დახუნძლული ჩვენთან სუფრა და მე ჩუმად მიმიცია მწვადი ამასაკში ეხლა ვიცი რომ არ შეიძლება მაგრამ ცოტა რო წამ ბატონო მე უფრო ვასინჯებ ხოლმე რაღაცებს. ხო, რა. მაგრამ მაგაც მე ვარ, ჩართო ამ რო არა. არ გადასცეს. მოკლედ ჩვენ ქართველი კაცები გიჟი მამები ვართ რა, გადარეული მამები ვართ. ნამდვილად და მადლობა გულს. იცი რა მაინტერესებს? აი ნინო შენ უნდა კითხო, როგორ აღიქვამს შენი მეუღლე
პატარა ცოლის ძმას. აი, ესეთი არის ხო? ხალისოა. რა დამოკიდებ? მე მაგაზე სხვათა შორის და არიცი, ისიც როგორც პატარა შვილს ისე უყურებს. გაიცანი ჩემი ცოლის ძმა. სულ ეგრე ხუმრობს ხოლმე. ელი ჩამოვარტი ძმა. ხო, ჩემი ცოლის ძმა არის. კი ბატონო. საოცრება არის. იცი რა არის შეგრძნება. აი, როდესაც დაიბადა გაბრიელი მე ხარ როგორ აღნიშნოთ რომ ვიკითხო ვიცი როგორც აღნიშნავდნენ სიმღერები და ამბავი აი ის შეგრძნება ფაციფუცი სახში მოდის აი ეს ხო რაღაცა იყო აი გეტყვი რა რომ ესე ჩამოვაყალიბებ ახლა შევძლებ თუ შევეცდები შევძლო რა რომ ნინო რო დაიბადა მე ვიყავი 19 წლისა და მაშინ ვერ გავიაზრე ეს კარგად რა ვქნა ნინო იცის შემაშვილო რომ ესე იყო ვერ გავი ეხლა ნუ არ ხარ შენ ჩამოყალიბებული ასაკში და არ იცი რა ხდება საერთოდ და აი საბა რო დაიბადა საბაზე რაღაცა ცემლები წამომივიდა 25-ის ვიყავი საბაში 24 წლის ნელა გაიზარდა ხო რაღაცები ხო ის ვითარდება და ჭკუა გონება და რაღაც უკეთებ ანალიზ ხვანაერს და აი გაბრიელის შემთხვევაში მე ისეთი რამე გავაკეთე თქვა ჩემშვილთან ინოსთან ერთად რომ პირდაპირ გაგებით შევედით და ლამის დავესარი საკუთარ კვეთი ხო და მე აი ამას თუ ვიზავდი ძალიან შეშარა ვარ ეგეთ რაღაცებზე და ისე შევედი რაღაცა ემოციურად რომ აი არ მქონია არანაირი ღელვა პირიქით აი ამ ბავშვმა აბსოლუტურად იმის თქმა მინდა რომ საერთოდ დამავიწყა რაღაცა შიში შეგზნება და მე და ნინო ვიყავით და დავესარით რა ესე ხო რა აქედან და ლაშაროზის სამხელა მანძილში უყურე ჩემო მე რომ კეთილი იყოს შენი მობრძანება კლუბში რომელ კლუბის წევრიც მე ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი მე ჩემი სამივე შვილის ბედნიერებას იქ მე მინდოდა ისე ძალიან რომ და ფიქრო რომ უნდა დაესწროს ყველა ამ პროცესს აი ცე მაგასაც აი ესე ვიტყვი რა რომ ყველაფერს ასაკი ჭირდება რა აი ხა მე რაც ვერ გავაკეთე თქვა პატარა ბიჭობაში და ახალგაზრდობაში აი ალბათ შემასაკში კი არა ახალგაზრდობაში თუ იზავს ამას ნებისმიერი მამა აი რა შეცვალა შენ ცხოვრებაში აი ამ ჩემ ცხოვრებაში შეცვალა ისო ჯერ ერთი პასუხისმგებლობა მომემატა და სამი შვილის მამა უფრო მეტი დაფასება ხო აქვს მეუღლეს კი არა და ჩემგან მაგრამ ეხლა აქცენტებულად ხო და უფრო რაღაცნაირად როგორ ახარ იცი ზრუნველობა გემატება საფიქრალი მეტი გაქვს და უკვე სამი შვილის წინაშე ვალდებული ხარ რაღაცა მისი მომავალი დაალაგო და შექმნა და სახში მიგეჩქარება კიდე განსაკუთრებულად ეს ხო საერთოდ სხვა რაღაცაა რა რომ თუ ადრე გადაუხვევდი და გადმოუხვევდი რაღაცა და შეიძლება ახლა უკვე რაღაცას უარი თქვა და მივედი ამასთან და ეს მომენტები არის რა ნინო აუცილებლად უნდა გკითხო ასე ვთქვათ კვეთას დაესწარი ხო საკისრო კვეთას მინა იყო მინის იქით კი ბატონო ფაქტობრივად გაზარდე ესეც უარესი ემოციურია ჩემზე მაგრამ ერთმანეთს ვამხნევები ფაქტობრივად გაზარდე გაბრიელი აი ხლა შენ როგორ გამზადებული ხარ ხო უკვე დედოფლისთვის მაგას ვამბობდი რომ აი დედობრივი ინსტინქტი გამიღვიძა მანამდე არ მქონდა და ვერ ხვდებოდი რა ცოტა შიში ხო არ არის აი იმ პასუხისმგებლობისთვის იმ რთული ღამეებისთვის არ ვარ მზადო კი ჯერ მაინც გასაგებია ჯერ მაინც მაგრამ ნუ პრინციპში უკვე შეგიძლია თავისუფლად უკვე მესმის რაღაცები და ვიცი და გამომაცდები უძილო ღამეები ბევრია ბავშვის გამო შენ მაგალითად უძილო ღამეები ეს ბავშვი გააჩუმეთ არ არის კი მაგრამ ანუ რამდენად სემონოა იმდენად არის ისეთი პასუხისმგებლიანი ამბავი აი ეხლა ეს კითხვა იმ ტირილის ფონზე მინდა დავსვა მე რა ბატონო მე-4-ს როდის ველოდო აი ამ ტირილის ფონზე მე კითხვა დაუსვი ხო იცი თამარს ერთხელ რაღაცა ესე ცოტა ზარხოში ვიყავი და ხუმრობით რა და თამარ მიპასუხა ეს გადაჭირდა არასდროს მე-4 არასდროს არ თქვა არასდროს ხო ანუ აღარ არის მაგასაკი ჩვენი და მაგრამ ვერ იტყვი არ ვიცი რა ვიცი ანგელოზივით ბავშვებს აკეთებ შეგაცო ხო ერთი წუთი 21 საუკუნეში ასაკის აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა რა გეხოცები მაგრამ ჯანსუხსა კარგი ლექსი ჩარგვიერს ხო თავისი დროა ყველაფერს საბუკა ახლა შენ გენაცვალე ასე სხვა არ შეიძლება ცოტა ღიმილი გვაჩუქი აქეთ აბა რა შენი ჭირი ისეთ საოცარი პირველი ხმა თქვი შენმა დაიკო მაგერ ოჯახს მოეკიდა აგერ სადაცაა გაბრიელიც ოჯახს მოეკიდება შენ რო ასე რა კენტად ხარ როგორ იქნება შენი საქმე ჯერჯერობით სწავლა და სტუდენტი ვარ ახლა მაგე კი მაგრამ მე სულ მაინტერესებს ახლა გეკითხება პარალელურად ხო არა ხო მაგის თქმა მინდა როდის ვიმღეროთ აგაშენოთ და გამშენოთ ჯერჯერობით გონი არა გონია შეყვარებული არა
აი ახლა. ხო, მაგრამ ხა წარმოიდგინე, რო იმღერებს საბა, წარმოუდგენელი რომ იქ არ მოხდეს თვალების ჟუჟუ. არ არსებობს რომ არ გემღერა ქალბატონისთვის, ვინც მოგწონს ან გოგონასთვის. ყველაზე დიდი ჯილდო რაც გვაქვს ჩვენ მამაკაცებს ქალბატონისთვის, ეს არის სიმღერა და ამას დიდი ბედნიერება არაფერი. ამითი ნებისმიერი ის ანგელოზი ქალბატონი შეგვიძლია მომნუსხოთ. შენს გექნებოდა ეს რაღაც. კი, ალბათ კი. ალბათ კი. იცი მომნუსხეთ რა თუ შეიძლება ვარდოსანიძების ოჯახმა. ეხლა მე ვიტყვი ნახე. აბა. უწევს სიმღერა უკვე დაძმას? კი ბატონო. ეხლა შეასრულებენ ესე იგი გურამ ზვანელის საკმაოდ ცნობილ სიმღერას ჩემი შიში, რომელიც პირველი შემსრულებელი გახდა გოგიდოლიძე და ეკა მამალაძე. და მე უამრავი დუეტები შესრულდა კარგი მომღერლებისგან ეს სიმღერა და დღეს ბავშვებმა, ჩემთვის შვილები ბავშვები არიან, მაგრამ დიდები არიან, არც ბავშვები აღარ არიან უკვე, მოახერხეს და რაღაცა უნდათ ეს სიმღერა, ხო და ჩაწერეს და ვნახოთ რა იქნება რა. აუცილებლად ეს იქნება პრემიერა, რა? ყველაფერი კარგად იქნება. ой მე წყალი გადაცდა. აბა, სცენაზე აბა. ნახე ბავშვმა დაახლა და აღარავის აღარ ახსოვდა არც სიმღერას. ყველანი ბავშვისკენ წამოვიდნენ. კი ბატონო. ფოთოლი შეჭამა? აბა გისმენ. აბა ხო. ხო არ მინდა. ხო გავიყვანოთ იქით და. ზლიერ ადირებინე რად გაქვს სახე ნაცამები მეშინია თოვლისაგან არ დაგემდრეს სამწამები შენ გონია და მავიწყდა რომ დაგბირდი Clodis, Sagan, Gatretrebus, Vehargitsno, Achlos Modi, Isetslier, Gabidine, Shenimzeri, Tugatvebi, Moditoli, Mogatsalo, Ardagemdres, Samzamebi. Achlos Modi. Shestvalebshi Varsklavebi minda valo Meshinia Toblisaga Tvalebsveri Aretsvalo Armegona Tu irbeti Torem rogor Katamebdi Moditori Mogatsalo Ardagemdres Samzamebi Isetslier Gavitine Shenimzeri Tugatvebi Moditori Mogatsalo Ardagemdres Samzamebi Isetslier